სახელითა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებაში მოვისმინოთ უფლის სიტყვები, რომელიც ამბობს, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ. რამე თუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ. ანუ რითიც განიკითხავ სხვას, იმითვე განიკითხებ. რატომ უყურებო ბეწვო სხვის თვალშიო, ძმის თვალშიო და საკუთარ თვალში კიდევ დვირეს ვერ აგრძნობო. ანუ მორს ვერ აგრძნობ საკუთარ თვალში და სხვის თვალში ბეწვს უყურებო და როგორ ეუბნევი ძმას, რომ მაცადეო ამოგიღო ბეწვიო თვალიდან, მაშინ როდესაც ახლა მორი გაქვს თვალში. ჯერ შენ უნდა ამოიღო ის მორი შენი თვალიდან და მერე გაიგებ როგორ უნდა გამკურნო შენი ძმაცო და აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ შეიძლება დიდი ცოდვა გვაქვს, მაგრამ ეს ცოდვა შეიძლება არ ჩანს და სხვისი მცირე ცოდვები კიდე შეიძლება ყოველდღიური ჩვენი სალაპარაკო. ამაზეა საუბარი. ამითი გასნეულებულები ვართ, ესე იგი დიდი ან პატარიანად, რომ შეიძლება სხვის მცირე გადაცდომას სააშკაროზე გამოვიტანთ, ლაპარაკობთ, განვიკითხავთ, განვსჯით და საკუთარ დიდ ცოდვებს, რომელიც შეიძლება სულაც არ ჩანდეს სხვის თვალიდან, იმაზე არ ზრუნავდეთ, ესე იგი. და ნახეთ როგორ იყო ნათქვამი, რომელთა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნით. ანუ რის გამო შენ სხვას განიკითხავ, შენც ჩავარდები იგივე ცოდვაში და შენც განიკითხები ამ ცოდვის გამო. ჩავარდები ან საქმით, ან სიტყვით, ან ფიქრით, რაღაცნაირად ჩავარდები და ღვთის სიტყვა აღსრულდება. და რამდენჯერ ყოფილა, აბა ჩვენს თავებს რო დავაკვირდეთ, ესე იგი რის გამო სხვა განგვიკითხავს, ჩვენ ჩავარდნილ ვართ იგივე ცოდვაში. და მოციქული პავლე გვეუბნება რომელთა მიმართ ეპისტოლეში, შენ რომელიც სხვას განიკითხავ და შენც იგივეს აღასრულებ, განა შენ თვითონ არ დასჯი შენს თავსო? შენ განიკითხავ სხვას, ანუ იცი რომ ეს ცოდვა, აძაგებ ამ ცოდვის გამო და როგორც აი სახარებისეული სიტყვებია, რომ იგივე განკითხვით შენც მოგიწევს, რომ განიკითხო და ვარდები იგივე ცოდვაში, ესე იგი შენივე სიტყვები არის შენი თავის დამსჯელი. ამიტომაც აი სანამ ჩვენ სხვას განვიკითხავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ ისევე როგორც ის, ვისაც ჩვენ განვიკითხავთ. მოციქული პავლე გვეუბნება, რომ რატომ განიკითხავ სხვის მონასო? ის ღმერთის მონა, ღმერთის შვილია. შენ ვინ მოგცა იმის განკითხვის უფლება, რომ დააკვირდე? ის თავისი ბატონის წინაშე დგას თუ ეცემა, ღმერთს შეუძლია რომ ის წამოაყენოს. ღმერთს შეუძლია წამოაყენოს და ჩვენ განვიკითხავთ და გვავიწყდება, რომ ჩვენც იგივე ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ. და ის ადამიანი კი, რომელიც ცოდავს, ჩვენს წინაშე კი არ უნდა წარდგეს, არამედ ის თავისი მოწყალე ღმერთის წინაშე უნდა წარდგეს. რომელი ღმერთიც მას პატიობს იმის გამო, რომ ის ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ შესწოდა, დიდად შესწოდა თუ მრავალი შესწოდა, ნანობს ის თავის ცოდვას. ჩვენ ცოდვა დავინახეთ, სინანული არ გვინახავს იმის. ჩვენ ცოდვის გამო განვიკითხავთ, ის სინანულის გამო გადარჩება და ჩვენ კიდე მისი განკითხვის გამო შეიძლება დავისაჯოთ. აი ეს არის რეალობა. ამიტომაც აი უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმაზე, რომ ჩვენს თავს რამდენად განვიკითხავთ და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ წმინდა მამათა მიერ, რომ ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, ესე იგი ეგ არის ნიშანი იმისა, რომ საკუთარ ცოდვებზე ტირილი შეწყვიტა.
წმინდა არსენი დიდი რომ გარდაიცვალა, წმინდა პიმენი დიდმა შეიტყო ამის შესახებ და თქვა რომ ნეტარი ხარო შენ არსენიო, რადგან შენი თავი აქვე უკვე გამოიგლოვე. ცნობილია რომ იმდანად ნანობდა და გლოვობდა თავის ცოდებს, რომ ტანისამოსი უსველდებოდა, იმდანად ტიროდა და რაღაცა წინსაფარივით ჰქონდა ამისგან დასაცავად. და ნეტარი ხარ შენ არსენიო, რადგან შენი თავი აქვე გამოიგლოვე. ადამიანი ან აქ უნდა გლოვობდესო ნებითო და ან იქ მოუწევს მარადიულად ტირილი. ერთ-ერთ მონასტერში მოხდა ესეთი ამბავი, რომ რაღაცა დააშავა იქ ერთ-ერთმა წევრმა და აპირებდნენ ბერები, რომ შეკრებილიყვნენ და განესაჯათ ეს მას, ასე რომ ვთქვათ, სასამართლო მოეწყოთ. და ერთი მოხუცებული ბერი იყო, რომელსაც ცხოვდნენ, რომ ისიც წამოსული იყო, რომელსაც როგორც იტყვიან, ცოცხალი თავით არ უნდოდა ვინმეს განსჯაში მონაწილეობის მიღება. ბოლოს როგორც იქნა, მაინც არ მოეშვნენ და გადაწყვიტა, რომ წასულიყო და ამ ძმების შეკრებაზე მივიდა ეს ზურგზე ტომარა მოკიდებული. და ეს ტომარა უკან გახრეტილი იყო და იქიდან ქვიშა ცვიოდა. და რა არისო ესო მამო, ეკითხებიან, უკანო გახრეტილიაო და მთელი გზა ეს ქვიშა ცვიდებაო. ის ამბობდა, რომ აი შეხედეთო ძმებო, ჩემს უკანო ცოდვები გროვდებაო და მე ამას ვერ ვხედავდიო და მე კიდე სხვის განსასჯელად მოვედი. და მიყვნენ ეს ბერები, რაც იყო საქმე, რაც უთხრა ამით. ანუ ჩვენ სხვის განსაკითხად მოვედით და ჩვენი ცოდვები კიდე ჩვენს უკან გროვდება და ამაზე ჩვენ არ ვფიქრობთ. და თავი ანებდეს იმ შემცდარი ძმის განსჯას. და მართლაც ესე ის დაინახეს რომ შესწოდა, მაგრამ მის სინანულის გამო ცხონდება ღმერთი მოწყალე და აცხონებს. და უფალი გვეუბნება ჩვენ რომ თითოეული უქმად ნათქვამი სიტყვისათვის ადამიანს მოუწევს რომ პასუხი გასცეს ღვთის წინაშე. აი უქმად ნათქვამ სიტყვაზეა ლაპარაკი, არამც თუ განკითხვაზე, დაგებაზე, თუ რაღაცა მისხანეთ ნათქვამ, თუ უხეშ ნათქვამ სიტყვაზე. აი უქმად ნათქვამზე რომ თითქოს ერთი შეხედვით არავის არაფერს უზიანებს ეს სიტყვა. და აღარაფერია იმაზე ნათქვამი, რომ განკითხვის გამოც რომ მოეკითხება ღვთის წინაშე ადამიანს. რაღაცა ღვიძლიანი სიტყვის გამო რომ მოგვეკითხება ჩვენ. საკრული სიტყვის გამო მოგვეკითხება სიცრუის თუ ცილისწამების თუ თავის მართლების თუ სხვათა განკითხვის. და ამიტომაც ერთ-ერთი დიდი მამა თავის სულიერ შვილებს ასწავლიდა და ეუბნაოდა, რომ დუმილი მრავალი ბოროტებისაგან გვიხსნის. ათანასე გრიგორიატელი, გრიგორიის მონასტრის წინამძღვარი იყო, საოცარი ადამიანი. დუმილი მრავალი ბოროტებისაგან გვიხსნის. ამიტომაც აი დუმილი უნდა შეიყვაროს ადამიანი. არ თქვას არაფერი ის, რაც საკუთარ თავზე არ მოეწონებოდა რომ სხვას ეთქვა. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამაზე არ ვფიქრობთ. მაშინ, როდესაც ჩვენ სხვაზე სალაპარაკოდ ვხდებით, რაღაცნაირი ჟინი გვაქვს, რომ არაფერი გამოგვჩეს და ყველაფერი ვთქვათ ესე. მაგრამ იმ ადამიანის ადგილზე საკუთარ თავს არ ვაყენებთ. ზოგჯერ სხვები განიკითხავენ და ჩვენ ჩავერთვებით. რა გვექნა, ვამბობთ, რა გვექნა. რა უნდა გვექნა და როგორც მინდა მამა ამბობს, თავი უნდა დაგვეხარა და გვეთქვა, რომ ჩვენ უარესი ვართ და სხვაზე ვილაპარაკოთ. აი უნდა გვექნა. ჩვენც გადავრჩებოდით და ის ჩვენი თანამოსაუბრეთ თუ დაფიქრდებოდა, ისიც გადარჩებოდა. ჩვენ ვიტყვით, რომ აი ეწყინებოდა, რომ არ გვეთქვა. ეწყინოს მე. თუ ცოდვაში არ აყვები ადამიანს და ეს ეწყინა, ასე კი აი კაცის მოსაკლავად რომ მიდის და რო არ გაყვე და რო ეწყინება, უნდა გაყვე. და ესეთი რამდენი ყოფილა. აბორტის გასაკეთებლად მიდიოდა და აი რო არ გავყოლოდი არ შეიძლებოდა. ხო და რომ გაყევი შენ ცოდვაში ჩავარდი, შენ მიეხმარი კაცის მოკლაში.
ზოგმა თვითონ მიაწოდა წამალი, ანუ დანა მიაწოდა ვიდეო. უნდა ეწყინოს, თუ საწყენია, უნდა ეწყინოს. იმიტომაც ამბობს უფალი, რომ მე מחვილის მოსატანად მოვედი. იმიტომ რომ შეუძლებელია სიწმინდე და უწმინდურობა დამოყრდნენ და ესე ცხოვრობდნენ. ჭეშმარიტება და სიცრუე, სიძულვილი და სიყვარული შეიძლება რომ დამოყრებით იყვნენ. ამიტომაც აი ადამიანი უნდა დაფიქრდეს ესე იგი. იმაზე რომ ღვთის წინაშე რაც სწორია ის აკეთოს. მიუხედავად იმისა, ვინმე შეწყინება თუ არ ეწყინება. პირველ რიგში ღვთის წინაშე უნდა იყოს სათნო ადამიანი, ღვთისმცნობით ცხოვრობდეს და ადამიანს ღვთისმცნებით ცხოვრება ასწავლის იმასაც, რომ ადამიანებთანაც სიყვარული ჰქონდეთ. თუ ეს სიყვარული შეიგი არ გაამრავლებს ცოდვას და სიყვარული ცოდვას ვერასოდეს ვერ გაამრავლებს. და სადაც იმ ურთიერთობებს ცოდვა მოაქვს, ესე იგი ის სიყვარულით ურთიერთობა არ ყოფილა. ის სხვა რამე. შეუძლებელია სიყვარულის შედეგად ცოდვა გამრავლდეს. პირიქით, როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, უმალ ხმელი ფიჩხი დაუდგებოდა ცეცხლს წინა, ვიდრე ცოდვის ბუნება სიყვარულის ძალას. სიყვარულის ძალა დაწვავს ცოდვის ბუნებას. და იქ სადაც ჩვენ ხედავთ, რომ ხათრის გამო თუ რაღაცის გამო ცოდვა გამრავლდა, იქ სიყვარული არ არის. იქ ღვთისმცნების დარღვევა. მერტი შეგვეციოს, რომ ჩვენ არ გვეთქვას არავის არაფერი ის, რაც ღმერთს არ ესათნოება და თუ სადმე რამე გვითქვამს და ესეთი უამრავი იქნება. იმას სინანული ჭირდება და სხვა დროს კიდევ სანამ რაღაცა სიტყვის, იქ დაფიქრება ჭირდება. დღეს არის ხსენება წმინდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელისა. თქვენ იცით, რომ მე-17 საუკუნე მართლაც აი მდიდარია და ყველა საუკუნე შეიძლება ითქვას, მაგრამ განსაკუთრებით მე-17 წმინდა მოწამეთა სიმრავლით, ესე იგი და ერთ-ერთი მათ შორის არის სწორედ თევდორე კველთელი, მღვდელი თევდორე კველთელი, რომელმაც თავისი სამშობლო იხსნა, მეფე იხსნა და თავისი სამშობლო გადაარჩინა, ესე იგი თავისი მოწამეობრივი აღსასრულით. ესე ნიშანდობლივია, რომ თევდორე ნიშნავს ღვთის საჩუქარს, ღვთის ძღვენი, ღვთის საჩუქარი. თევდორე, იგივე თეოდორე, იგივე დოროთე, ეს ერთი და იგივე სიტყვები სხვადასხვა ვარიანტი. ის მართლაც ღვთის საჩუქარია ჩვენი ერისათვის, რომელმაც ესეთი მაგალითი მისცა თავის თავმომავლებს. შეგვეციოს მისი მეოხება ღვთის წინაშე და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი.